ვარ ნუცა ბერიძე 6 წლის. სწავლობ მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, ბალეტი და ნამცხრების გამოწყობა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ და ჩემი თვისწავლე. ისე კარგად ხატავ, რომ აუცილებლად უნდა შევიდე. მე ვიცი გოგონას ხატვა, ღრუბლების ხატვა, მზის ხატვა, ბალახების ხატვა, ღრუბლების ხატვა, წვიმის ხატვა, ყვავილების ხატვა და ცისარტყელას ხატვა. და კიდევ ვიცი კაბების ხატვა. ყველაზე რთულია კაბის დახატვა. ყველაზე ადვილი არის ცისარტყელის დახატვა. მე ახლა გასწავლეთ ბუნების დახატვას დავიწყოთ. მე ახლა ვხატავ ხეებს. ახლა უნდა დავხატო ხეების ტოტები. ახლა უნდა დავხატო ბალახები. ახლა სახლები. ახლა სახურავი. გავაფერადოთ წითლად. ახლა დავხატოთ მოდი გოგონა. კაბა გავუკეთოთ წითელი ფერის. ფეხები დავხატოთ შავად. და всё, მოვჩით. ჩემი საყვარელი ფერია იასამნისფერი და არ მიყვარს შავი და ყავისფერი. ჩემთვის ყველაზე კომფორტულია ფლომასტერებით ხატვა. ჩემ ნახატებს ჯერ არ ვაგროვებ, მაგრამ მაინც უნდა მოვაწყო გამოფენა. მეც მიყვარს საჩუქრებს მჩუქნიან. ამ ბოლოს რაც მახსოვს, მაჩუქეს თოჯინები. ძალიან მიყვარს თოჯინებით თამაში უფრო ბარბებით. სახლში მყავს 40 თოჯინა და ყველაზე ხშირად ვთამაშობ დედაშვილობანას. ყველაზე ჭკვიანი და დამჯერი სათამაშოა ჩემი დიდი ძაღლი. ფუმფულაა და დალმატინებს გავს. წელს თოვლის ბაბუა მინდა რომ მომიტანოს საპრანჭავი საღებავები. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 35 წლის და მას ქვია მამუკა. მე ისე მიყვარს ჩემი სკოლა დასვენებაც მძულს. იმიტომ მიყვარს რომ ბევრ დავალებებს გვაძლევენ, ბევრ საკითხს გვაძლევენ და ძალიან მიყვარს კითხვა და წერა. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნუცა ნაცვლიშვილი. ყველაზე მშვიდია ელენე მჟავანაძე. ყველაზე ბედნიერი არის სესილი კაკაბაძე. მე ვარ ყველაზე განათლებული, ჭკვიანი, პრანჭია და ულამაზესი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ნანა მესხიშვილი. იმიტომ რომ თბილია, მშვიდია და სულ მეხუტება. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე ბალერინა. ბალეტში არ დავდივარ და აუცილებლად შევალ. ბავშვობაში ძალიან კარგად ცეკვავდი ბალეტს, მაგრამ ახლა დამავიწყდა და მინდა რომ შევიდე ბალეტზე. მე მინდა ჩემი კონცერტი მქონდეს ამერიკაში. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი და დედა, მამა, ბებო, ბაბუ და ბიძია. კიდე მინდა მყავდეს 2 ტყუპი ძმა და 2 ტყუპი და. ჩემი და არის 1 წლის და ქვია მარიამი. ის არის ტირალა, მჭამელი, ცელქი, ჭკვიანი, ზოგჯერ იმდენ ჭამს, რომ მთელი ოჯახი მშიარი ვრჩებით. მამიკო არის სწავლებელი, ჭკვიანი, განათლებული, ლამაზი, სიმპათიური და ძალიან მიყვარს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, განათლებული, ჭკვიანი და მიყვარს. ჩემი ჰობი არის კულინარიობა. პირველად რომ დავიწყე კულინარიობა, ვიყავი 5 წლის. მაშინ გავაკეთე ნამცხრები, საჭმლები, კამპოტები, წვენები. ეხლა ყველაზე კარგად გამომდის მედოკის გამოცხობა.
ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა საჩუქრების მაღაზია. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნუცა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ნუცა დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნუცა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ლიზი. შემდეგ მონაწილეებს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მაგალითად, მე კოსმოსში გავფრინდებოდი მართა ნაკაშიძესთან ერთად. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. თუ არ წამომყვებოდა, ძალით წავიყვანდი. ბედნიერება არის ხატვა, ბალეტი და დედიკოს და მამიკოს სიყვარული. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.